როგორ შეძლებთ ამ რეჟიმის დასუსტებას. როდესაც მსჯელობდით მიგეღოთ თუ არა მონაწილეობა და ამაზე ალბათ გაიმართებოდა გუნდში ხო დისკუსია, რა სტრატეგია დაისახეთ, აი რა შედეგის მიღწევას განიხილავთ? ძალიან გთხოვთ ახლა კონტრშეკითხვით არ გვიპასუხოთ რომ ბოიკოტს რა შედეგი მოაქვს. თქვენი გეგმა გვითხარით. ძალიან კონკრეტულად გითხრათ რა შედეგია. მე მხოლოდ ასე ვიწროდ არ უყურებ. მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებით რაღაცა შედეგს მივაღწევ. თვითმმართველობის არჩევნები არის დამატებითი ხაზი. დამატებითი ბრძოლის გზა და ეს გზაც აუცილებლად არის გამოსაყენებელი. ჩვენ როდესაც საუბრობ რომ პროპაგანდა მუშაობს, ადამიანები, რომლებმაც აი ბოლო თვეების განმავლობაში დაინახეს ოცნების რეალური სახე, ელექტორალური რღვევა დაიწყო. ამ ადამიანების, აი ეს ადამიანები სად მიდიან? ეს ადამიანები ქუჩაში არ დგანან, ეს ადამიანები პროტესტ ქუჩაში არ გამოხატავენ. ამ ადამიანებს დამატებითი შესაძლებლობა უნდა მივცეთ და არც ერთი ბრძოლის ველი, არც ერთი უბანი, რა თქმა უნდა, ესე არ უნდა დაუტოვოთ. არც ერთი პლატფორმა უბრძოლული არ უნდა ჩავაბაროთ. ყველგან სადაც ალამი იფრიალებს საპროტესტო ქუჩაში იქნება, უბანზე იქნება, ყველა ამ პროტესტის ფორმას გამოვიყენებთ. არჩევნებიც პროტესტია ხელისუფლების წინააღმდეგ და რატო არ შეიძლება ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ? და რა შედეგს თქვენთვის აი არის ერთ-ერთი გზა ხო ფიქრობთ და ეს ბრძოლის ველიც არ უნდა დათმოთ ხო? რა არის ის მაქსიმუმი რისი მიღებაც გქონიათ რომ შესაძლებელია? თბილისის მოგება რამდენიმე მათ შორის არის ეგეც არის ელექტორალური რღვევის დაწესება. თბილისის მოგება შესაძლებელია ორი პარტიის ერთობით, როდესაც დანარჩენი პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან. ადამიანების განწყობაზეა საუბარი, როგორი განწყობით იქნებიან 4 ოქტომბრისთვის, მივლენ თუ არა და პროტესტის დააფიქსირება შეძლებელია. განწყობილი ამორჩეველი თქვენი ასრე. ნაწილი მოვა რა თქმა უნდა. რამე შედაკვლევა გაქვთ ამის ეს არის დინამიური პროცესი. აქციის ჩატარებას ხო არ აპირებთ თქვენს იმის გამოსავლენად რამდენი ეს არის დინამიური პროცესი, ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ 4 ოქტომბერს რა განწყობები იქნება ზუსტად. მე განწყობები ის ვიცი რომ 50%-ზე მეტი მხარს უჭერს მათ შორის არჩევნებში მონაწილეობას და ამ ხალხის დატოვება არ შეიძლება რეალურად არჩევანის გარეშე არ შეიძლება ასევე ეს ამ ადამიანებს უთხრა რომ პროტესტის ეს გზა არის თქვენი ამორჩევლის 46.7% არის მზად მივიდეს არჩევნებზე ხო ბოლო ეს რაოდენობა რა თქმა უნდა გაიზრდება სამი თვით ადრე ჩატარებული კვლევა არასდროს არ არის რელევანტური იმ პროცესთან მიმართებით რაც დადგება რა კამპანიასაც აწარმოებს შენ როგორ დაარწმუნებ ამ ადამიანებს იმ საუცილებლობაში მივიდნენ თუ არა და თავით პროტესტი არ წმონებთ აი დაიწყო ეს კამპანია უკვე და ფიქრობთ რომ მეტი მოვა ეხლა საშტაბ რა თქმა უნდა აბსოლუტურად დარწმუნებულია თქვენ გონიათ არ მოვა მეტი როდის მოსულა თვითმმართველობის არჩევნებზე მეტი ამორჩეველი ვიდრე საპარლამენტოზე. რამდენი გონიათ? რომელ წელს მოვიდა? ანუ რამდენი გონიათ რომ აქტივობა იქნება? როდის იყო აქტივობა? ყველაზე დიდი აქტივობა რა იყო თვითმმართველობის არჩევნებზე? არა, რა იქნება? თქვენ ბოიკოტისტი ხართ გამოხატული ახლა და კი, ვარ. კი, ამიტომაც ვიდა რომ რაღაცა დისკუსიაში შევიდეთ. აი ადამიანი რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ახლა დღევანდელი მოცემულობით ძალიან ცუდი წარმოდგენა მაქვს, არც კი მინდა რომ ციფრი დავასახელო. არა მგონია. უფრო ნაკლები მიიღებს? არ ამგონია რომ თქვენ შეძლოთ დარწმუნება ამ არგუმენტებით რაც დღეს გაქვთ ამ ორჩევის დარწმუნება იმაში რომ საარჩევნო უბანზე მივიდეთ. არ გაქვთ ამ არგუმენტების და ბოიკოტისტის პოზიციიდან მელაპარაკეთ და დაარწმუნეთ ბოიკოტისტები მეც მაქვს ხმის უფლება ამ ქვეყანაში და თუ გადამარწმუნებთ მოვალ არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბერში შეიძლება ისეთი მოცემულობა იყოს თქვენ აუცილებლად მოხვიდეთ და ამ მოცემულობით არ ვაპირებ ისლას. სახში დაждდებით? ნამდვილად. სახში დაждდებით? ამ ქუჩაში ვიქნები. სახში დაждდებით და ოცნებას მისცემთ იმის შესაძლებლობას რომ უფრო მეტი პროცენტი დაიწეროს? პარლამენტში რატომ არ შეხვედით მაშინ ამაზე? შუაში არის დაკავშირებით. ხშირად მესმის ხოლმე რომ არჩევნებზე შედიხართ და თავიდანვე ამბობთ რომ გაყალბდება ეს არჩევნები. თავიდანვე ამბობთ კი არა, ჩვენ ყველა ბრძოლის მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის რომ პარლამენტის ბრძოლის ველიც გამოგეყენებინათ. პარლამენტის ბრძოლის ველიც გამოგეყენებინათ. აი, აუყურეთ ეგ არის გამრუდებული რეალობა. პარლამენტის საკითხს რო აკავშირებთ თვითმმართველობის საკითხს, რომელიც არის კონსტიტუციით დადგენილი პროცესით მართული არჩევნები, სადაც არც ივანიშვილის მოწყალებაზე აქვს საუბარი და არც ყაველაშვილის ადარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც არის განსხვავებული არჩევნები. მაგ არჩევნებს ყაველაშვილი დანიშნავს ისე. ყაველაშვილი დანიშნავს, ყაველაშვილი ფორმალურად მოაწესრიგებს. იგივე ცესკო ხო ატარებს. ფორმალურად ხდება პარლამენტში ყველა პროცედურა. არა, მესმის რომ ბოიკოტისტები ხართ, მაგრამ რაღაცა ობიექტურობის მე სიმართლე რომ გითხრათ ერთობის მომხრე ვარ და ამ ხო და ერთობა რატო არ შეიძლება იქით რატო აი რა შედგაო ერთობა იქით რატო არის ჭეშმარიტება თუ საპარლამენტო არჩევნების წინ ეს ერთობა ვერ შედგა ეხლა როგორ ანუ იქით რატო არის ჭეშმარიტება ახლა რა უფრო მაღალი ინტერესი იდგა რომ თქვენ თუნდაც ორი პოლიტიკური ძალის ერთობა შედგა და არ შედგა ეს ერთობა საპარლამენტო არჩევნების წინ როდესაც დაკვეთა იყო აი ხა უყურეთ ამაშიც ფუნდამენტურად ეხა შეცდომაში ყავს მოქალაქეები ეს არ არის ერთობა ეს არის პრაგმატული თანამშრომლობა როდესაც ჩვენ ურთიერთ კონკურენციაში არ შევდივართ ერთმანეთთან და ვამბობთ
რომ სადაც იქნება ლელო, მათ შორის შეიძლება ნეიტრალური კანდიდატი წარმოდგენილი, იქ ჩვენ კონკურენციაში არ შევალთ და გავზრდით იმის შესაძლებლობას, რომ ერთმა კანდიდატმა იბრძოლოს ერთი ოცნების კანდიდატის წინააღმდეგ, სადაც იზრდება პოტენციალური შანსი. საპარლამენტო არჩევნების წინ არ იყო პრაგმატული, რომ მოგენახათ გზები შესაძლებელი. საპარლამენტო არჩევნები არის ფუნდამენტურად განსხვავებული არჩევნები, სადაც სამაჟორიტარო სისტემით იცით რომ არირჩევენ, სადაც სიები არის წარმოდგენილი და სიების წარმოდგენის შესაძლებლობა ეხაც გვაქვს და ცალ-ცალკე სიებით მივდივართ ისედაც. ანუ ეს არ არის კლასიკური ტიპის კანდიდატსა თბილისის კანდიდატზე უნდა შეთანხმდეთ მე. დიახ, თბილისის კანდიდატზე, მეირობის კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ეს ზრდის მათ შორის გამარჯვების შანსებს. ამიტომ მე პირდაპირ ფორმით გამარჯვებად ვთვლი გურამ იმასაც, თუ მე შევძლებ, ჩემი პოლიტიკური პარტია შეძლებს იმას, რომ ბენეფიციარი იყოს იმ ხმების, რომელიც დღეს აკლდება ოცნების რეჟიმს და ამ ადამიანებს ჩვენ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მივცეთ და მერწმუნეთ, ეს არის არჩევნების გზა, რომელსაც ეს ადამიანები ამისთვის ცოტა არგუმენტების გამყარება მოგიწევთ. არ თქვენ რაც უნდა იძახოთ ახლა რომ მე არგუმენტები არ მაქვს, არ მალაპარაკეთ ამ არგუმენტებზე და თქვენი შეფასება გასაგებია. არ გაწყვეტინეთ. ხო, არა, ჩემთვის გაუგებარია თუ პარლამენტში არ შეხვედით იმ ლოგიკით რომ არალეგიტიმურად მიიჩნევთ ამ ორგანოს. თქვენი ბოიკოტისტების პრობლემა რა არის, იცით? გითხრათ? გულწრფელად. კი, გულწრფელად თქვენ ჩვენს გზას აკრიტიკებთ და პირდაპირ ფორმით ამბობთ რომ ეს დარტყმას აყენებს თქვენი ბრძოლის გზას. მე გეუბნებით რომ ჩვენი გზა არის დამატებითი გზა ბრძოლის და არ ეწინააღმდეგება თქვენი ბრძოლის გზას და ამ ბრძოლაში ჩვენც ვართ ქუჩაში მე არ დაუჯანემები ვართ 5000 ლარი ქუჩაში ვდგავარ ძალიან ბევრჯერ მაგრამ კი ამას არავინ არ გეუბნებათ რომ არ დგა საერთაშორისო ასპარეზზე არ მუშაობთ დელეგიტიმაციის თვალსაზრისით სასანქციო რეჟიმზე არ მუშაობთ ვიზა ლიბერალიზაცია რო არ შეუჩერდეს ამ ქვეყანას ამაზე არ მუშაობთ და რა კავშირში არის თვითმმართველობის არჩევნებს რატო უპირისპირებთ ლეგიტიმაციის აღიარებად რა ლეგიტიმაციის აღიარება მოიხსენიება ეს თქვენს ოპონენტებში რას ნიშნავს ლეგიტიმაცია პარლამენტს არ აღიარებს ერთი წამით კაცო ხელისუფლებას არჩევნები გაკავდა და მის შედეგებს არ რატო დადიან ადამიანები ჯარიმებს რატო იხდიან თუ არ აღიარება ყველა შტოს არ აღიარება იყო სასამართლო რატო დადიან სასამართლოში ადამიანები მაინტერესებს უბრალოდ ჯარიმებს რატო იხდიან აი მათ შორის თქვენი კოლეგებიც რომლებსაც აჯარიმებენ უსამართლოდ რატო მიდიან სასამართლოში და მე რატო ეს თქვენი აზრით სწორი შეთარებაა არჩევნებს მართლა ეგზისტენციალური და რაღაც ტექნიკური საკითხი შეადარეთ ახლა ერთმანეთს რატომ უნდა გამოვიდეთ დისკუსია ყოველთვის სასარგებლოა დისკუსია ყოველთვის სასარგებლოა ეხლა ჩვენ გვიყურებენ მოქალაქეები თქვენ ობიექტური ჟურნალისტი ხართ ამაზე ჩვენ არა ობიექტური ნაწილში აბსოლუტურად არ ვარ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ბოიკოტისტი ხართ ახლა და თქვენი არგუმენტები ამას ვაღიარებ ამას საჯარო ჩვენ ვარ ნეიტრალებთ აქ ერთმანეთს ვაბალანსებთ მე ერთობის მომხრევარ არა მე ვაშუქებ ორივე აზრს მაგრამ თქვენ ახლა თოქ-შოუში ხართ სადაც შეგვიძლია ძალიან კარგი გარემოა იმისთვის რომ ვიდისკუსიოთ არგუმენტები მოვისმინოთ თქვენგან და მე მაგალითად მაინტერესებს თუ ამბობთ რომ არჩევნები გაყალბდება მომავალში უკვე აპრიორი ამბობთ რომ შესაძლოა რაღაც ნაწილში გაყალბდეს რაღაც ნაწილში შევძლოთ რომ დავიცვათ ჩვენი ხმები და რა არის ამაში წაგებულ ბრძოლაში უკვე წინასწარ გაცხადებულ წაგებულ ბრძოლაში წასვლა არ ვთვლი რომ წაგებული ბრძოლაა წინასწარ წაგებული ბრძოლაა ვინ თქვა რომ თბილისის გაყალბების ინტერესი არ ექნება ქართულ ოცნებას ოცნებას ძალიან ბევრი ინტერესი აქვს. ეხლა ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე ხო არ ვიმჯელებ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი როგორ გადავწყვიტოთ ჩვენ. ჩვენ ეხლა ოცნების რა ინტერესები აქვს და როგორ უყურებს ამას ისე კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიღებთ რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე და ცივი პოლიტიკიდან. და შესაძლებლობებიდან ალბათ ხომ? ანუ მე აი მართლა გულწრფელად მაინტერესებს და აი არ გვპირდებით რომ არ შეგაწყვეტინებთ. ერთი როგორ ფიქრობთ რომ შესაძლებელია ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდა ვინც წამოვა არჩევნებზე და ოპოზიციურ ამომრჩეველს გულისხმობ ცხადია ეს ერთი კამპანია როგორ წარმოგიდგენიათ და 5 ოქტომბერს რა მოხდება 5 ოქტომბერს რა მოხდება გურამ თქვენ როგორც ბოიკოტის თქვენ გაქვთ იმედი რომ გავგრძდებით და გამოვათ ქუჩაში და ვითხოვთ რომ აი გახარიას პარტიას ხმები დაუბრუნეთ რატომ მოპარეთ ხმები აი ესეთი მოლოდინი აი არგუმენტები გთხოვეთ და მაინც კონტრკითხვაზე გადავიდეთ არა ეგარი ანუ ჩვენ დავსვით პირველი ეს შემთხვევა ბოიკოტის შემთხვევაში როგორ ზრდით ანუ როგორ მიყავთ კამპანიის შემთხვევაში აი თქვენი არგუმენტები რატომ არის ბატონო ბერდიასის იცით ჩემთვის ყოველთვის კონტრკითხვები გაქვთ და არა არგუმენტები და ახლა შეეცადეთ რომ არგუმენტები შემოგთავაზოთ და არა კონტრკითხვა. ხო და გურამ თუ მათქმევნება კი, არის რომ დასვა კითხვა, ახლა ისევ კითხვის ფორმულირება არ დააბრუნოთ, არგუმენტები გითხარით. სწორი კამპანია ჩავატაროთ.
ჩვენ თუ პარტიებმა ბოიკოტი გადაწყვეტეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ბაგაზე ყავს მიმული თავისი ამორჩეველი და ის არ მივა არჩევნებზე. ამის იმედი არ გქონდეთ თქვენ. იმიტომ რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მათი ამორჩევლების არჩევნებზე აუცილებლად მივა. ბოიკოტი ჩვენ არჩევნებს კი არ უნდა გამოუცხადოთ. ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ ოცნებას. მათ შორის არჩევნებზე 4 ოქტომბერს. ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც უნდა გაიგონ ჩვენ მოქალაქეებმა და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ჩავატარებთ კამპანიას. რატო უნდა გავაკეთოთ ეს? ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, მათ შორის თბილისში, როდესაც ელექტორალური დანაკარგები აქვს უზარმაზარი ხელისუფლებას, ეს არჩევნები მოუგოთ. მათ შორის დედაქალაქში იმ პირობებში, რა პირობებში ჩვენ 2024 წლის 26 ოქტომბერს მათ შორის თბილისში ჩავატარეთ არჩევნები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. არ იფიქროთ მეგობრებო, რომ ეს რაიმე ფორმით დაკავშირებულია ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან. ეს ესე არ არის და არანაირი კავშირი არ აქვს თვითმმართველობის არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან ან ცენტრალური ხელისუფლების აღიარებასთან. ჩამომათრევით არგუმენტები და ბოლოს შევიდეთ მსჯელობაში თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი. არ არსებობს მაგალითი, აი პირდაპირი ფორმით, სადაც ბოიკოტმა გაამართლა არჩევნებს. დღეს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გეუბნებათ, რომ აი ჩვენ ვივლით ახლა კარდა დავარწმუნებთ ადამიანებს, რომ არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობა, პირდაპირი ფორმით გეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში კლავს არჩევნებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს ხელისუფლების ცვლილების და ეს არის უზარმაზარი შეცდომა. შეიძლება ითქვას დანაშაულის, არ შეიძლება ადამიანს არჩევნების შესაძლებლობა მოუკლა ამ ქვეყანაში. ეს ოცნება არ მოკლა? ოცნება მოკლა, მათ შორის, მაგრამ არ მეხვდი არჩევნებზე კამპანია არის უპრეცედენტო კამპანია და თქვენ წარმოიდგინეთ წალენჯიხის არჩეულ მერიას, გამარჯვებულ ოპოზიციურ მერიას ოფიციალურ ადმინისტრაციულ ორგანოს დააწერინეს, რომ ბოიკოტში შევდო. ანუ გამარჯვებული მერია დააწერინეს რას ნიშნავს? დააწერინეს დაწოდებამ შეფასება გააშლევინეს, მე გურა, ანუ ფაქტს გეუბნებით, კაცო. მე ხო წაშალეს, არ იცით ეგ ისტორია? ანუ დააწერინეს და წაშლევინეს ვინმე დააშანტაჟა და თავზე ნაცნობამ დააწერინა ოფიციალურ ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი პოლიტიკური მესიჯი. ეს არის მოცემულობა. კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი გავყვეთ. სენაკის მუნიციპალიტეტში 2021 წელს მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ უმრავლესობა იყო სენაკში, ნაცნობების ერთი წევრი გადაიბირეს, მაშინ ქურდული სამყარო ჩართულობი და ფინანსური ის ძალიან სხვაგან წახვედით. არა, ძალიან სხვაგან კი არ წავედი, აი არგუმენტს გეუბნებით. 400 ხმა ქონდა აღებული ოცნებას და მეორე სამაჟორიტარო განმეორებით არჩევნებზე არ მიიღო ოპოზიცია მონაწილეობა, რაც შეცდომა იყო ჩემი გადმოსახედით. იცით რამდენი ხმა იყო ოცნება? 900 ხმა. და დღეს ჩვენ აი ამ შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ აი ეს ხმები, აი ეს მოხვეტოს პირდაპირი ფორმით და ჩაიდოს ჯიბეში ოცნებამ. და ამის შესაძლებლობა ჩვენ არ რამდენიმე თვის წინ ბატონო ვერდია თქვენი ძახით არჩევნები არ არისო, არჩევნები წაგვართვა ამ ხელისუფლებამო. დიახ, ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების ის შედეგები არ გამოხატავდა არჩევნების ნათქვამი ცესკოს მიერ დადებული შედეგები იმ შედეგებს რაც რეალურად იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს არა ერთი წამით კაცო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საპროტესტო ალამი ჩამოუწიოთ. მე გამოვყვებით თქვენ როგორც ბოიკოტის, თუ თქვენ მეტყვით, მე აი ამ ეთერში ჩვენ მოქალაქეებს ეთქვით, რა არის თქვენი გეგმა. მე შეიძლება გამოვყვეთ ამ გეგმაში, უნდათ მითხარით. ამ გეგმას შედეგები აქვს და დაინახეთ ეს შედეგები. კარგი, ჩემს კითხვას უპასუხეთ, რატომ არ არის კავშირში საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები არის ლეგიტიმაციის კონტექსტში. საპარლამენტო არჩევნები არის არჩევნები, როდესაც ვირჩევთ პროპორციული სისტემით ცენტრალურ ხელისუფლებას, მათ შორის საპარლამენტო მანდატების მეშვეობით ვაკომპლექტებთ, მათ შორის როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლების მეშვეობით აღმასრულებელ ხელისუფლებას. თვითმმართველობის არჩევნები არის არჩევნები, როდესაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოსაგვარებლად ვირჩევთ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებს, საკრებულოებს და მერებს. რა კავშირშია ეს ორი კონსტიტუციური პროცესი ერთმანეთთან? ერთი არის ცენტრალური ხელისუფლება და მისი არაღიარების და დელეგიტიმაციის საკითხი და მეორე არის თვითმმართველობის საკითხი, რომელიც ასევე თუ თვითმმართველობის საკითხი არჩევნების გაყალბების შედეგად დადგება ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ, რა თქმა უნდა დელეგიტიმაციის პროცესი წავა საკრებულოების და მათ შორის არჩეული მერების და აი ამ ინსტრუმენტებს აი ესე რომ ფლანგავთ, ყველა პროტესტიდან ალამს ქვევით უწევთ, ყველა ბრძოლიდან ალამს ქვევით უწევთ. რა სად მივდივართ საერთოდ? დამკვირვებლების გარეშე როგორ იცავთ ხმებს ამასაც? რომელი დამკვირვებლების უკაცრავ? არ არსებობენ მართალი. აი რომელი დამკვირვებლები არ იქნებიან რომელი დამკვირვებლები? არ იქნებიან მართალი. უბნებს დაკვირვების მონიტორინგის შესაძლებლობები არ შეზღუდა, კანონმდებლობა არ გაუარესა ქართულმა ოცნებამ, ანუ ამ გაუარესებული პირობებით თქვენ რა გეგმა გაქვთ, როგორ შეიძლება რომ დაიცვათ ეს? კიდევ ერთი კითხვა ბატონო ვერდია, რომ თქვენ შედიხართ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, არა ზუსტად ამ კითხვის გაგრძელება იგივე კითხვა. ელისოც ბოიკოტის არჩევნებში. მე გითხარით ღიად რას ვემხრობი და თქვენ შედიხართ
ხართ არჩევნებში, თქვენი პირობების გარეშე ქართული ოცნების წესებით არც კი მოითხოვეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ რაღაც პირობები დაგეყენებინათ, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების 2020 წელს ვისი წესები იყო? და რა მოიგეთ მე? რა მოიგე? არ შევსულიყავით? არა, ექსამი არ შევსულიყავით? არ შევსულიყავით და გაკვეთილი ისწავლეთ, რომ ვერაფერი ვერ მიიღეთ და ხმები ვერ დაიცავით, ახლა ისევ რატომ შედიხართ? მაგარჩევნების შედეგებმა და არჩევნების გაყალბების შედეგებმა მოიტანა დელეგიტიმაცია ამ ხელისუფლების სასანქციო რეჟიმი ბიზინა ივანიშვილის მაგნიცკის სიაში არის სანქციონირებული მოქმედი შინაგანი ბოიკოტის გამო ეს შედეგი არაღიარების არალეგიტიმურად ცნობის გამო რომელზეც იმუშავა მათ შორის ჩვენი პარტია ამ თვიდან გამოხვედით და ისევ უკან ბრუნდებით და ამბობთ რომ იგივე ცესკოს უნდა ვენდოთ მოდით ისევ რა სამობთ ხა აი როგორ შეიძლება ხა ამაში დამდოთ მე ბრალი რომ მე ვამბობ ხა რომ იგივე ცესკოს უნდა ვენდოთ რას ნიშნავს მაშინ რატომ მიდიხარ თუ არ ცესკოს ვენდობთ 2022 წელს გვარამი ენდობოდა ცესკოს და იმაპარატებს მაგრამ მე არ ვენდობი არ ვენდობი მაშინ რატომ მიდიხარ ცესკოს მიმართ ნდობა არ ნდობა წყვიტავს ადამიანების არჩევნებში მონაწილე ანუ სერიოზულად მეკითხები არა სერიოზული ჩემი ზოგადად დაგწყდათ გული რომ ჩემ კითხვას ვერ უპასუხეთ და გულამი არ მოძებს შესაძლებელი ჩვენ მოვრიგდებით როგორ აპირებთ ხმების დაცვას გაუარესებული კანონმდებლობით და შეზღუდული შესაძლებლობებით კარგით ჩვენი პოლიტიკური პარტია იყო პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელსაც არ ყავდა კომისიებში საარჩევნო საოლქო და საარჩევნო კომისიებში წევრები. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით იმ ადამიანების მობილიზება, რომელიც ყველა აბსოლუტურად ყველა უბანზე იყვნენ წარმოდგენილი. სრულიად უსახსროდ, როგორც ხვებია, დაქირავებით აკეთებენ ამას და სრულიად უსახსროდ. ამიტომ მე ამ ადამიანებს აი ამ პირობებშიც კი, აი ამ გაყალბების პირობებშიც კი, ჩვენო პარტიამ უზარმაზარი დამოუკიდებლად გასულმა. ყველანი ესენი ხო კოალიციები იყვნენ, რა თქმა უნდა, 3-4 პარტიისგან შემდგარ. აჩვენა ძალიან კარგი შედეგი, ძალიან მაგარი შედეგი და აი ამ პირობებში თქვენ მეუბნებით, რომ მე არ უნდა გავიდე ხა არჩევნებზე. პირობები ხო გაუარესებულია. გასაგებია და რა ვქნათ ხა ადამიანი, რომელიც დანით მორგის ჩანს და ადამიანი, რომელიც ალბათ ნაფიქრი გაქვს, ხო როგორ მარტო მაგალითად ადამიანი, რომელიც დანით და საყაჩაღებლად მორგის შენთან. მაგას ხო წინააღმდეგობას აი იარაღით რო დაინახო რა, შეიძლება არ გაუწიო წინააღმდეგობა. მე ყველა ვითარებაში გავუწევ წინააღმდეგობას ნებისმიერ საპროტესტო ალამს, რომელიც ხელში მიჭირავს, არჩევნებზე იქნება ეს თუ პროტესტში იქნება ქუჩაში თუ საგარეო ასპარეზზე იქნება, აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ ამისთვის. და მათ შორის შეიძლება ეს არჩევნები განიხილოთ როგორც შესაძლებლობა გაყალბებაში ამხილოთ კიდევ ერთხელ ქართული ოცნება? შეიძლება ერთ-ერთი ესეც იყოს, დიახ. კარგი, ძალიან მოკლედ ბოლოს სად არის ახლა გახარია? გახარია არის ევროპაში. კონკრეტულად სადა განაგზავს ვიზიტს. ხო, ვერ გეტყვით კონკრეტულად გრიფის საიდუმლო არ ადევს. არა, გრიფის საიდუმლო არაფერს არ ადევს, რა თქმა უნდა. ხო, სად არის ვის ხდება? თქვენ როდესაც გამიმხელთ გეგმას ბოიკოტში, როგორ მიდიხართ და ამარცხებთ ოცნებას, მე გაგიმხელთ გეგმას აღიყოფა. ნუ თუ ასეთი საიდუმლოა, მაშინ მეორე აღარ გკითხავთ და დაველოდოთ გახარიას გამოჩენას. დაველოდოთ თქვენს გეგმას. რამე შეკრებას ხო არ გეგმავთ ის პარტიები მხარდამჭერების რაოდენობის ჩვენებას საზოგადოებისთვის, ვინც ჩვენ არავის არ ვიჯიბრებით ელისო ძალიან სწორად გამიგეთ. მე ყველას პატივს შესაძლოა კონსოლიდაციისთვის კარგი იყოს. ყველას პატივს ვცემ აბსოლუტურად იმ ადამიანებს, რომლებიც აი ბოიკოტს ქურამ თქვენც გამოხატული ბოიკოტისტები. გამოხატული ბოიკოტისტებს, თუმცა ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა რაღაცის დემონსტრირება უნდა მოახდინო, დემონსტრირება იქნება 4 ოქტომბერს და ყველა ყოველთვის. ანუ თქვენ ვერ გაზომოთ თქვენი ამომრჩევლის რაოდენობა, ვინც წამსვლელია ოქტომბერს გაიზომება ეს და Facebook ლაიქებით და როგორც ზოგიერთი პარტია აკეთებს ამას. კიდევ ბევრი ეთერი გვაქვს, იმედი გვაქვს რომ ამ თემას დავუთმოთ ჩვენი ყურადღება. მადლობა თქვენ რომ ყოველთვის მზად ხართ უპასუხოთ შეკითხვებს და ნუ რამდენიმე სხვა ლიდერისგან განსხვავებით მოწინააღმდეგეებს და გამოხატულ ბოიკოტისტებს ეკამათოთ. მადლობა ბერდია სიჭინავა იყო ჩვენთან სტუდიაში. ძალიან მოკლე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით დღის და კვირის მთავარი თემით. ეს თემა აქტუალობას არ დაკარგავს კიდევ ალბათ თვეები. ეს უვიზო მიმოსვლის გაუქმების რეალური საფრთხეა გვაყოლება სტუდენტები, ისინი ვინც პირადად გამოსცადა როგორი სარგებლის მოდანა შეუძლია ევროპულ განათლებას.